დავიწყე თუ არა სკოლაში თამაში, გარემ ალბათ დამაწყებინეს კი არა, მე თვითონ ალბათ დავდექი იქ და დავიწყე თამაში. და რა თქმა უნდა, ჩემი კუმირები იყვნენ სლავა მეტრეველი და მიშა მესხი. ეგ მარტო ჩემი არა, წარმოიდგინეთ, რომ არ არის ეგეთი პრეცედენტი ცხოვრებაში, ისტორიაში, რომ ერთ პერიოდში, ერთ გუნდში თამაშობდეს ორი ისა ფლანგის ფეხბურთელი სოფლიო დონის. არცად არ არის რა, იყო გარინჩა, მაგრამ იქით ზაგალო იყო, თქვათ, მეორე მაგდონის არ იყო. ხო, იყო თქვათ ხენტო, მაგრამ იქ იყო კოპა, მაგრამ მარცხნივ სხვა ტიპი იყო და ესე შემდეგ. და თან ერთი ქვეყნიდან არ არიან და ერთი ქალაქიდან და ერთი გუნდიდან არ არიან. ეგ იყო ნაკრებში და დინამოს შემთხვევაში კლუბში იყო. ხო, ნუ მე კლუბზე მაგ ლაპარაკი, ხო და იქ ნაკრებები იყო და რაღაც. აი წარმოიდგინეთ, რომ ორი ეგეთი ფეხბურთელი ყავს. და თვალწინ და უყურებ მაგათ, რა თქმა უნდა, შენი კუმირები იქნებიან და ოცნება თქონდა, რომ ნეტავი ესე მეთამაშა, როგორც თქვა, ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს. თანაც ჩემთვის ორივე იყო ერთ დონეზე რა, ეხლა მაშინ იყო გაყოფილი, რომ ნახევარი სტადიონი იყო, ნახევარი გულშემატკივარი იყო მიშა მესხისტი, ნახევარი იყო სლავა მეტრეველის მხარეს. ჩემთვის ორივე იყო უდიდესი და ორივე იყო ძალიან დიდი. და სლავა მეტრეველმა კარიერა რო დაასრულა, თავისი მაისური გაჩუქათ თქვენ. ნუ კი, ეგ ცალკე თემა, ეგ ცალკე რაღაცა ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთი ესეთი ძალიან დიდი ეპიზოდია რა, იმიტომ რომ იცი რა არის, ერთია რომ მაისურს ესეთი დიდი პიროვნება მოგცემს და ჩაგაცვევს და მეორე არის რომ შენ როგორ გაამართლებ მაგას რა. და მე უბრალოდ არ ვიცი, ეგ მერთისგან არის თუ რაღაცისგან, ნუ მე მგონი გავამართლე, იმიტომ რომ ვაფშე ფეხბურთელის ცხოვრება აი როგორც კი გამოდიხარ პირველი თამაშიდან გულშემატკივარი ან მიგიღებს, ან არ მიგიღებს რა. ან ნეიტრალური გახდება, ნუ იფიქრებს, რომ კაი, ნახოთ, შეიძლება გაიზარდოს რა. და მე მქონდა ეს ბედი, რომ პირველი თამაშიდან მიმიღო ამ გულშემატკივარმა და გულშემატკივრისთვის სლავა მეტრეველის წასვლა აღარ იყო ძალიან დიდი ტრაგედია, ესე რომ ვთქვათ. კი, ბევრი გულშემატკივრისგან გამიგია ზუსტად ეგ თქვენი თაობის გულშემატკივრისგან, რომ სრულფასოვანი ჩანაცვლება მოხდა თქვენ შემთხვევაში.